საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბები ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანრეზე არველაძესა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მურთაზ ხურსილავას შეხვდნენ. Განსახილველ საკითხებს შორის სტადიონებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება და დაფინანსება იყო. გუნდების წარმომადგენლების განცხადებით, ქართული კლუბები იმ თანხების მოლოდინში არიან, რომელიც მათ ფეხბურთის გავითარების სამთავრობო კომისიამ უნდა გამოუყოს, რის შესახებაც ჩემპიონატის დაწყებამდე მათ დაპირება მიიღეს. თუმცა ამ დრომდე გუნდებს ფინანსური დახმარება არ მიუღიათ. როგორც ყველასთვის ცნობილია, იყო საჯარო ინფორმაცია ამ 250,000 ლართან დაკავშირებით, რომელიც წლის ბოლომდე ყველა კლუბის დახმარებას ითვალისწინებდა. ეს გაცხადდა და ჩვენ ყველა კლუბს აქ ყოფ ყველა კლუბს იმის იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, როგორც იქნა აღნიშნული ფედერაციის მხრიდანაც და სპორტის სამინისტროს მხრიდანაც, როგორც გარდამავალი პერიოდი, დავარქვათ ესე, კლუბებს მიეცემათ და იქნება აღმოჩენილი დახმარება. ამაზე მიდის მუშაობა და ვცდილობთ ყველანაირად, რომ რაღაცა დროის მონაკვეთში კლუბებს, ასე ვთქვათ, შემოსულუქდეს ერთ მდგომარეობა. იქ ძალკე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთის ფედერაცია თავისი მხრივ ამ ჩემპიონატის დასრულებამდე მომავალი წლის დასაწყისში, როდესაც მიიღებს თავის კუთვნილ დაფინანსებას სახელმწიფოდან, იქიდან თავის მხრივ კლუბებს დაეხმარება.